ზაზა პაპუაშვილთან ერთად ბრუნდებით ეთერში, ბატონო ზაზა, თქვენი შედეგია exit polls თანახმად 76%, თქვენ მთავარ კონკურენტს ნაციონალური მოძრაობიდან არჩილ გეგენევას აქვს 23%. რამდენად მოსალოდნელი იყო, რომ აი ესეთი მაღალი შედეგით გაიმარჯვებდით? ყოველ შემთხვევაში exit polls ასეთ შედეგს აჩვენებს. არ ვიცი, სიმართლე გითხრათ, მე ასეთ პროცენტებით არ გამithვლია, დარწმუნებული ვიყავი, რომ ეს ბრძოლა გამარჯვებით დამთავრდებოდა, ამაში ნამდვილად ვიყავი დარწმუნებული. ასე კონკრეტულად პროცენტებზე სიმართლე გითხრათ არ მიფიქრია. საერთოდ როგორ აფასებთ იმას, რაც ხდება დღეს? ანუ გულისხმობ არჩევნების შედეგებს, იმას რომ კოალიციამ პრინციპში exit polls-ების თანახმად გაიმარჯვა და გაიმარჯვა ასევე სახელისუფლებო exit polls-ების თანახმად. თელ ამ პროცესს როგორც მიხვედით აი ამ დღემდე 1 ოქტომბერს გულისხმობ. ამ გადასახედიდან როგორ აფასებთ? როგორ უყურებთ? იცი რა, ახლა ძალიან ბევრი ფიქრები სრულიად ახალი ამპლუა იყო ეს პირადად თქვენთვის ხომ ასეა? კი, რასაკვირველი ახალი იყო, მაგრამ ეთქობა შინაგანად მაინც ვემზადებოდი ამისთვის. იმიტომ რომ მართლა უკვე სურვილი მქონდა, რომ აღარ შემოფარგლულიყავი მარტო ინტერვიუებით და ასე გამოსვლებით, რაღაც ბრძოლაში მინდოდა მონაწილეობა მიმეღო და ამას დიდი ბედნიერება რა არის, როდესაც შენი ქვეყნისთვის ამ ბრძოლაში ხარ შესული და მართლა უკვე ძალიან სათუ და ფაქის მოვლენასთან აქვს საქმე, რასაც ქვია ქვეყანა. ძალიან დიდი პასუხისმგებლობა. იცი რა, კი, აი ხო, ახლა ალბათ კადრებს უშვებთ რა ხდება რუსთაველზე, ხო? ძალიან დიდი წყენა მაქვს გულში და უფრო სევდა მაქვს. იმის გამო, რომ ნებისმიერ მმართველს თუ ის მართლა ქვეყანაზე ფიქრობს, ძალიან კარგად შეუძლია ქვეყნის საქმე წაიყვანოს. აი სევდა მიპყრობს და ესე გული მტკივა იმის გამო, რომ აი იმდენი ხნის განმავლობაში აი მათი ტონალობა როგორი იყო ხალხთან, როგორ ესაუბრებოდა. ხან ჩარესხილი ხარ, ხან მუმია ხარ, ხან ისა ხარ, ხარ ეს კლასი უნდა გავანადგუროთ, რა მოსდიოდათ პირიდან ეს წარმოუდგენელი რაღაცა და მართლა ესეთი სილამაზე, ესეთი სილაღე, ესეთი ნიჭიერება, ეს საკანში იყო ეს ყველაფერი გამოწყობილი. აი იმის როდესაც აი ესეთი რაღაცები გაგიელვებს კაც ტვინში, ნუ არანაირი უფლება არ აქვს, იმიტომ რომ აი წარმოედგინეთ რა გააკეთეს, ხო? ესე აზროვნება შეაწყვეტინეს ხალხს და ერთი აი სტერეოტიპები ჩაუდეს. აი რას ამბობდა ძირითადად ხალხი? ან გვეშველება რამე ეს რაღაც შემდგომ გაუგონარი კითხვა, ან დაშინებულები ვარ და ესენი არ წავლენ, ესენი კუც მოიქნებენ. აი სულ სტერეოტიპები. და რაღაცა მათი უძლეველობა ჩაუსახეს ტვინში. ეს ძალიან გულდასაწყვეტია და ძალიან მტკივნეული რამ არის, იმიტომ რომ ასე მოექცი ქვეყანას, ამას ვერავინ ვერ გაპატიებს და აი რაც ხდება რუსთაველის მართლა ზეიმია. აი ყველა თაობის ადამიანი როგორი ბედნიერია, რა დოზით არის მათთვის ესე აუცილებელი თავისუფლება. რა მითამაშა თქვენი აზრით გადამწყვეტი როლი საზოგადოებრივ აზრზე? იცით რა არის, რადგან ეს ხომ არ იყო ოპოზიციის პირველი ბრძოლა, ოპოზიციამ რამდენიმე ბრძოლა გადაიტანა და მან ვერ მოიპოვა გამარჯვება. მე მაინც ვფიქრობ, რომ აი ამ დღეებს და ამ წლებს ძალიან მაგარი ანალიზი ჭირდება, აი ფსიქოანალიზი ჭირდება, მეცნიერული შესწავლა არის საჭირო, რა ადამიანებთან მქონდა საქმე, ფსიქოტიპები ვინ იყვნენ ესე, რამ გააერთიანა ესენი. და რა განვითარების საფეხურზე იყო საქართველო, რატო დაემართა ეს სცენი, რატო შეეყარა, ამას ძალიან ეს ხელოვნებაც ფილმითაც, სპექტაკლითაც, ლიტერატურას ნაწარმოებებითაც, მუსიკითაც უნდა აიხსნას ეს ყველაფერი. ამაზე უნდა ვილაპარაკოთ ჩვენ, ეს არ შეიძლება რომ ეს ყველაფერი გავატაროთ. მე მაინც მგონია რომ მარტო მართალი იყო, ეს არ ნიშნავს ბევრ ამას თურმე. ჩვენ ხა მივხვდით რომ აი რა ძნელია ბოროტებასთან ბრძოლა. ძალიან ძნელი. ზოგჯერ გეჩვენება რომ თითქმის ზოგჯერ შეუძლებელიც კი გონია. მაგრამ რაღაცა დრო უდგება ბოროტებასაც, ან თვითონ ჭამს საკუთარ თავს, ან თვითონ იხრწნება, ხრწნაში შედის. როგორ თავის ჭამას იწყებს. მაგრამ აქ ძალიან ბევრმა რაღაცა მითამაშა. ნუ დავიწყებთ ეს ღვთისწყალობა, ასაკვირველია
ბიძინა ივანიშვილის ძალიან დიდი დამსახურება, მისი მიდგომა, მისი დამოკიდებულება მოვლენებისა და საგნების მიმართ, მისი აზროვნების მაღალი რანგის აზროვნების კულტურა და რაღაც სინთეზური ბრძოლა არის ხოლმე საჭირო. აი ყველაფერი უნდა დაემთხვეს ერთმანეთს. ესე იგი, ადამიანური რესურსი, ფინანსური რესურსი, ზნეობრივი ფაქტორი, უცხოეთის მხარდაჭერა, ხალხის შიგნით აზროვნებაში რაღაც ცვლილებები, აი ბევრ რაღაცას მოიცავს, ასე იოლად ეს ამის ახსნა არ შეიძლება. მე გული მწყდება ერთ რამეზე, კი, რასაკვირველია ახალგაზრდებმაც უზარმაზარი როლი ითამაშეს, უზარმაზარი მათმა ასეთმა გამოღვიძებამ და ასეთმა პრინციპულმა, არა აგრესიულმა, ძალიან პრინციპულმა დამოკიდებულებამ და უბრალოდ ბევრმა ადამიანმა დააგვიანა ეს შეფასებები. მე გული მწყდება, როდესაც ამ კადრების მერე დაინახეს, რომ რაღაც საქმე კარგად ვერა გვაქვს და მანამდე რაც ხდებოდა თითქოს არა უშავდა რა და ამ კადრებმა გადაწყვიტეს. ეს სამწუხაროა, ამ ბრძოლას ძალიან ბევრი ადამიანი შეეწირა. ამ ბრძოლას ძალიან ბევრი ვაჟკაცურად დაუხვდა და ხმამაღლა იძახოდა ამ სიმართლეს, მაგრამ აი სიმართლეც კი ესეთი აბუჩათ ასაგდები იყო მათი მხრიდან და თითქოს არაფერი. ამიტომ მე მაინც ვფიქრობ, რომ აი როგორ თქვა, ქართველობა, კარგი ქართველობა ძალიან მაღალი რანგის მოვლენაა და დიდი კულტურაა, იმიტომ აი ჩვეულებრივი ქართველობა ამას ვერ წყვეტს, იმიტომ რომ ასე იყო ჩვენ ისტორიაშიც უკარგესი და უძლიერესი მეფეები საოცრებას უკეთებდნენ თავის ქვეყანას, კარგი გაგებით. ასე აი ამ ზნეობრივმა ფაქტორმა და უამრავმა რამ ასე თანხვედრა მოხდა, მოიყარა ერთად თავი თითქოს და აი აქ არის კიდე რაღაც ბევრი საიდუმლოებები, რომელიც კარგად უნდა ავხსნათ. ბატონო ზაზა, ახლა როგორც ვიცი, არის ირაკლი ტრიპოლსკი ხაზზე დუშეთიდან ჩაგვერთვება, რადგან წეღან გავრცელდა ინფორმაცია, რომ გარკვეული გართულებები არის დუშეთში. ბატონო ირაკლი, საღამომშვიდობისა. საღამომშვიდობის. ბატონო ირაკლი, რა ვითარება არის ამჟამად დუშეთში, რადგან ვრცელდება ინფორმაცია, რომ თითქოს გარკვეულ გართულებებთან გვაქვს საქმე, რა ხდება თქვენს რეგიონში? გილოცავთ ეკა, გილოცავთ, სულ ყველას გილოცავთ, თელ საქართველოს ულოცავ ამ გამარჯვებას, ამ გადასარევ გამარჯვებას, გული მწყდება უბრალოდ, რომ თქვენთან ერთად არა ვარ თბილისში და არ ვზეიმობ ამ გამარჯვებას. აქ როგორ არის საქმე, იცი, ცოტა გართულებული არ, გართულებული არ ქვია ამას. ყველა უბნიდან რაც წამოვიდა მონაცემები ძალიან დიდი იმით ვიგებ. ძალიან დიდი პროცენტით ვიგებ, 70-ზე ნაკლები იშვიათად არის, 65-70%, მაგრამ ჯერ თვლის პროცესი მიმდინარეობს, საოლქოში არ შემოსულა სულ ყველა ოლქმი და რატომღაც აეხლა ამ ცოტა ხნის წინ, 1-15 წუთის წინ სპეცდანიშნულების რაზმი შემოვიდა და რისთვის არის ეს საჭირო და რა არის, ვერ ხვდებით. არავინ არაფერს არ აშავებს, არავინ არსად არ მირბის, უბრალოდ დადიან ეს ადამიანები გახარებულები დროშებით და ულოცავენ ერთმანეთს. ასე რომ მე მგონი ყველაფერი კარგად იქნება. როგორ უნდა იმუშაოს თქვენმა შტაბმა დღეს ღამე უბნებზე, ბატონო ირაკლი, იმისთვის რომ არ მოხდეს გაყალბება ბიულეტენების? რა ვიცი, უკვე უბნები დაკეტილია, ჩვენი წარმომადგენლები იქ არიან, მაგრამ იქ რაღაც დიდი დავა მიდის, აი დუშეთზეა აქ ლაბარაკი, დუშეთზე. დანარჩენი ყველა რეგიონიდან ეს არის ხევსურეთი, ეს არის ფშავი, ეს არის მთიულეთი, ეს არის აქეთ ბაზალეთის მხარე, სულ ყველადან უკვე მოსულია მონაცემები და სულ ყველას ვიგებთ ძალიან დიდი პროცენტით. მეც და ქართული ოცნებაც. რაც შეეხება სპეცრაზმს, სად იმყოფება ახლა ეს სპეცრაზმიდან ხომ არ გიცდიათ შესვლა მათთან კონტაქტში, რომ გაგერკვიათ რატომ არიან ისინი ახლა დუშეთში? არა, ხო იცით, არ დაგელაპარაკებიან ჯერჯერობით, არ ლაპარაკობენ არაფერს, რაღაც პოლიციის შენობაში არიან შესული, ჯერ არ გამოჩენილან. მე მგონი რომ არაფერი არ იქნება რა, იმიტომ რომ ჩვენ ჭკვიანად ვიქცევით, კარგად ვიქცევით, გახარებულები ვართ. ულოცავთ აქედან, დუშეთიდან, თიდან ულოცავთ თელ საქართველოს ამ გამარჯვებას და იმედი გვაქვს, რომ ერთად ავისრულებთ ქართულ ოცნებას. და კიდევ ერთი ბატონო ირაკლი, რაც შეეხება დღევანდელ დღეს, არჩევნების დღეს, ხომ არ ყოფილა თქვენთან რაიმე ექსცესები, ასევე მშვიდობიანად ჩაიარა ყველაფერმა? აბსოლუტურად მშვიდობიანს ვერ დავარქვევთ, მაგრამ მშვიდობიანად ჩაიარა.
შეიძლება რომ ვთქვათ რომ მშვიდობიანად ჩაიარა. არაფერი ისეთი ექსცესი არ ყოფილა, იყო პატარ-პატარა რაღაცები წაგინკლავება იქიდან დანიშნული კომისიის თავმჯდომარეებიდან რაღაც შარის მოდება, იმის გამოყრა, ვიღაც დამკვირვებლის გამოგდება, უსაფუძვლოდ რაღაც ბევრი საჩივრებიც კი დავწერეთ. იყო რაღაც ძალდატანების ისინი, მაგრამ დიდი ექსცესი და რამე გართულებას არ ქონია ნამდვილად ადგილი. რაც მართალია. ძალიან დიდი მადლობა. ირაკლი ტრიპოლსკი გვერდებოდა დუშეთიდან. ბატონო ზაზა, ბოლო შეკითხვა და შემდეგ საინფორმაციო გამოშვება გააგრძელებს მე-9 არხის ეთერს. ძალიან მოკლედ თუ შეგიძლიათ მითხრათ, როგორ წარმოგიდგენიათ ნაციონალური მოძრაობის გუნდის წევრებთან თანამშრომლობა? სიმართლე გითხრათ, მე ვერ წარმომიდგენია. თუმცა ეს გარდაუვალია. არ ვიცით რა როგორ დაალაგდება კიდე, იმიტომ რომ ის ხელისუფლება, რომელიც ხელისუფლებაც ახლა მოდის ქვეყნის სამართავად, მე ვერ ხვდები რა კავშირი და რა ურთიერთობა შეიძლება ქონდეს ამ ადამიანებთან, რომელთაც ეს თანამდებობები და ეს ისე ვთქვათ, მათი მდგომარეობა გამოყენებულია, როგორ გითხრათ, აი ქვეყნის საწინააღმდეგოდ, მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ. თუმცა ბიზნეევანიშვილი ამბობს, რომ არ არსებობს დასაკარგი ქართველი და ვისაც დანაშაული არ აქვს ჩადენილი ის რესურსი მე დაახლოებით მაგას ვლაპარაკობ, რასაკვირველია დასაკარგი ქართველები არ აყვავს. და რასაც ესენი იძახიან, რომ ჯინაზე აშენებენ რაღაცას, იმის ჯინაზე ამას გავაკეთებთ, ამის ჯინაზე სიყვარული არ გამოდის. ჯინაზე კი არ უნდა ააშენო, უნდა გინდოდეს ამის აშენება და ამას უნდა ქონდეს ამის მოთხოვნილება. ჯინაზე რას ნიშნავს? იმის ჯინაზე, ამის ჯინაზე. ხალხს კი არ ელაპარაკება და ვიღაც უხილავ მოწინააღმდეგეს ელაპარაკებიან ხოლმე და ანგარიშს უსწორებენ თავიანთ მასში, რა ქვია, ინტერვიუებში და ასე რომ დასაკარგი ქართველები რასაკვირველი არ აყვავს, მაგრამ ხალხთან თუ ხალხს კარგად დაუგდებთ ყურს. ეხლა დამნაშავე რომელიც უნდა დაისაჯოს ამაში არის კიდევ ორი აზრი, მე მგონი რომ არათორე. ხა არიან სამსახურები, სადაც ადამიანები მართლა შრომობდნენ, მუშაობდნენ, ოჯახს არჩენდნენ და არა აქვთ ეხლა ჩადენილი ეს დანაშაული. რატო უნდა მოთხოვე ეხლა მათ პასუხი? დასაკვირველი არ უნდა იყოს რაღაცა პარტიული და რაღაც ნიშნით ადამიანის შერჩევა. დასაკვირველი. ძალიან დიდი მადლობა. თავარ კითხვა ზაზა პაპუაშვილი პასუხობდა მე-9 არხის ეთერს ახლა გააგრძელებს საინფორმაციო გამოშვება, ჩვენ ვაგრძელებთ საგანგებო რეჟიმში მუშაობას და საჭიროებისთანავე მე ისევ დაუბრუნდები მთავარი კითხვით თქვენთან.